ბატონი კოკი ბრძანდები. გახლავართ ხალბატონო, მე გახლავართ. ჩემი ოქრო ბიჭი, გამარჯობათ. და 4 თვეა კოკი თქვენ ნომერს ვეძებ. რა ხდება? ხომ მშვიდობა, ღვალი ყველაფერი მაქვს თქვენი ხალბატონო, რატომ? არა, თქვენ არაფრის ვალი არ გაქვთ საერთოდ, შარშან თქვენ წაგვიყვანეთ ნიკორწმინდაში, რაჭაში. მე ჩემი მეუღლე და ბავშვები. დიახ, ენაცოლე. არ მახსოვხართ, მაგრამ გამახსენდება ნელ-ნელა. რამ და გავიწყათ ისეთი პატევი გვეცით მწვადები გვაჭამეთ გზაში და მუსიკები და ნუ არ ვიცი, ასეთი კომფორტულად ცხოვრებაში რო არ მიმგზავრია და ამიტომ გეძებთ რამდენი ხანია და იმაში Facebook-ში გნახეთ და ისე გამეხარ და ნუ არ ვიცი. ძალიან კარგი, გისმენთ ხალბატონო. ბატონო კოკი, ჩვენ გვინდა ისევ წასვლა. გაგახსენდებით ნიკორწმინდაში რო ამოგვიტანეთ სათვალე რო დამრჩა, 5 ლარიანი სათვალეს გულისთვის ამ ხელა გზაზე რო უკან ამოხვედი. გენაცვალე, მახსოვხარ, როგორ არ მახსოვხართ ხალბატონო, როგორ ახართ დაშვებით. კი, მახსოვხართ, კი. რა არ ვარ კარგად ბატონო კოკი, ძალიან დეპრესია მაქვს, განერვიულებული ვარ და სოფელში გვინდა წასვლა მე და ბავშვებს, მეუღლეს დავშორდი ის ამოწყდა ეს. უი, რას ლაპარაკი. ხო და ისა ხუთშაბათს გვინდა წასვლა. ხუთშაბათს რომელ ხუთშაბათს? ამ ხუთშაბათს თუ იქეთ ხუთშაბათს? ამ ხუთშაბათს. დღეს ორშაბათია, ანუ მიგენაცვალე რიცხვი რომელია, იმიტომ რომ ყოველდღე ვიღაც დღეს 10-ია. ხალხი ჩაწერილი და ასე რომ 10. 14-ია. 14 ნოემბერი. 14 ნოემბერს. კარგი, მოკლედ მე თუ არ ვიქნები, ჩემი მძღოლი იქნება, არ არის პრობლემა, ჩვენ დიდი ჯგუფი ვარ და არა, კოკი, მე თქვენ მინდათ რო იყოთ, იმიტომ რომ თქვენთან უკვე შინაურულოთ არ გზაში შიშები მაქვს. დეპრესია მოწყვეტილის მერე ისეთი დეპრესია მაქვს, მარტო ვერსად ვერ დავდივარ და თქვენ თუ იქნებით, თქვენთან მოშინაურებული ვარ, რომ შემეშინდეს გზაში თქო. ღმერთო ჩემო, რა გავაკეთო ხალბატონო, მე რა გავაკეთო ამ შემთხვევაში მართლა რაღაცა უცნაურ რაღაცას მეუნებით. ეხლა მე რაში დაგეხმარები თუ არა, კი ბატონო, გენაცვალე. შიშებს მე ვევკურნავ გენაცვალე. მე შემიძლია მოგემსახუროთ, შეგაბზანოთ მითითებულ ადგილზე კოხთა და ლამაზად. ეხლა შიშებით ეხლა თუ რამე გზაში შეგეშინდათ, მე ვერ დაგაწნარებთ მაგაში დამიჯერეთ. შენ გენაცვალე მე. არა, უბრალოდ რომ შემეშინდეს ან ხელი რომ მოგკიდო უცებ. მეტი კი არაფერი, არის უცებ ხელი მოგიჭირო. ხო, არა, მაგაზე ეხლა 5 წუთში გამივლის ხოლმე. ანუ მთავარია მალე გადის ეს ყველაფერი ახლა როსანებულა გამიხარდა. ხმას უნთქვებს რომ ვაკეთებ გადის, აი 5-10 წუთი მინდა და ძალიან კი არ მოგიჭერ ახლა ხორც კი არ ამოგაცლი, მაგრამ ისე ხან ჩაგეხუტო ან უცებ რომ დაგიჭირო ხოლმე, რომ მე გადამივლის და ჩვეულებრივად ვაგზელებ გზას. აჰა. ხალბატონო, თქვენ ხშირად გზავნოთ ხოლმე ასეთ სიტუაციაში თუ რა ხდება? ასეთი უცნაური ზარები მე ხშირად შემომდი ჩემ ტელეფონზე, მაგრამ ახლა დღეს ძალიან ამეტანი უცნაური იყო ამ საღამოს, იმიტომ რომ ახლა მასე კარგი, მოკლედ ერთი სიტყვით. ამის წინ 131 ნომრით გზავრობდი დიდი ღომიდან მივდიოდი და მაშინაც დამემართა და ბძღოლს ვეცი. რა გავაკეთო? არ არის სასაცილო, არ არის ბატონო გოგი. ეს არის დაავადება. ბოდიშით მე მეცინება დიდ ბოდიშს მოგითხოთ, არ გეწყინოთ, მაგრამ გამეცინა ახლა ადამიანი ვარ, მე ასეთ რაღაც რომ მეუნებით ახლა. ხო და არა, თქვენ თვითონაც შემატყობთ, რომ მეწყება, მოულოდნელად კი არ ვიცით, ზემა რო შეგეშინდეთ. ხო, ახლა თუ მეხუმრებით და რაღაცა. არ არის სასაცილო, იმ ამოწყვეტილმა დამიტოვა ეს ყველაფერი. არ გეხუმრები, აი შვილებს გეფიცები, ისეთი დეპრესია მაქვს, ანტიდეპრესანტებსაც ვღებულობ, მაგრამ არ მოქმედებს. არა, მე მესმის თქვენი ხალბატონო, მესმის გასაგებია. არ არის პრობლემა, მოკლედ მოგვარი რაღაცნაირად ჩაგიყვანთ, მაგრამ რა ვიცი, მოკლედ არ ვიცი, ძალიან დავიბენი თქვენი დეპრესია. ახლა კი არ შეურაცხყოფას კი არ მოგაყენება, ან ცუდად კი არ ჩაგეხუტებით, ან ხელს მოკიდებთ, რატო ბრაზდებით ვერ ხვდები? არა, შემოგევლი არ ბრაზდები, უბრალოდ გამიკვირდა ხალბატონო, უბრალოდ ეს იყო მეტი არაფერი. არა არის ახლა გასაკვირი მგზავრი ადამიანები ვარ, ყველაფერი შეიძლება. გასაგებია, დეპრესია ყველას გვაქვს და არ არის მაგი პრობლემა. ანუ სადაც ეიტორულად თბილისში სად უნდა მოვიდე, რა მანქანა გნებავთ, პატარა მანქანა გნებავთ, მინივენი გნებავთ, ჩვენ ახლა დეპრესიებსაც რომ ვკურნავთ, ასე რომ ვთქვათ, ასევე მანქანები სხვადასხვა ყავს და რომელი მანქანით გნებავთ, წასვლა მინივენი გნებავთ, წასვლა. მე მირჩა, არა, მინივენი არ მინდა, იმიტომ რომ ახლოს მინდა თქვენთან რომ ვიჯდა. ხალბატონო, თქვენ ჩემთან ერთად წამოსვათ თუ გინდათ, საჭესთან დაგაჯენ საერთოდ. შემიძლია ასეთი რაღაცა, ერთად დავზეთ და ერთად ვატაროთ მანქანა ასეთი, ჩემთან ერთად. ეგ ახლა შეურაცხყოფა. არა, აბა ახლა ჩემთან ერთად იჯდე, რას ქვია, ვერ გავიგეს როგორ შეიძლება. აი, იმიტომ რომ უცებ რო გეცეთ. კი, მოკლედ ერთი სიტყვით წინა დღეს დამირეკეთ, 4 შაბათს დამირეკეთ, ჩამოყალიბდით რა გნებავთ.
და იმის და მიხედვით შევთანხმდეთ. მანამდე იქნება დეპრესიამაც გაგიაროთ, გენაცვალე რომ მეც რამე პრობლემა არ შემექმნას გზაში. არა, დეპრესია მასე მოულოდნელად მეწყება ხოლმე 5-10 წუთი, მეტი კი არა. უბრალოდ ხელი რომ ჩაგკიდოთ, ან მოგკიდოთ, რაღაც მოგიჭიროთ. თუ არა, განა რამე სისხლებს კი არ გამოგადენთ და იმას კი არ ძალადობ ხალხზე. შიშის დროს მემართება. აჰა, აი გენაცვალე, რა ვიცი, ისე თქვენ ახლა ისე შეშინებული ხართ, მე მგონი გჭირდებათ მამაკაცი გვერდში გენაცვალე და შეურიდეთ იმ ხმარ ჯობია მე ასე ვფიქრობ. უი, 60 ერთ დღეს ის 60 არა. ისტორიის როცა მეყვანეთ, ეს იმის მერე განვითარდა ეთყობა ეს ყველაფერი მოვლენა თუ არა. ასეთი ისტორიის მქონე ქალბატონი მე მანქანა ჟამყოლია. თვალი გვეცა. ხო რა ვიცი, ჩემი თვალი არა, თქვენი არა, თქვენ რა შუა, თქვენ ოქრო ბიჭი ხართ, ისე მომეწონეთ მაშინ, ისე მომეწონეთ. აი მე ღმერთო მიშველი, რა შედევრო. აი ოქრო ბიჭი ხარ, ოქრო. აი შემოგივლე, მოკლედ ერთი სიტყვა. თოლი თუ გყავთ? კი, ქალბატონო, თოლი მყავს, დიახ. რამდენი? რამდენი? ერთი თოლი მყავს, ქალბატონო, რამდენი შეიძლება ადამიანს ყავდეს ახლა? თოლზე კი არ გეკითხებით, შვილი რამდენი გყავს? შვილი რამდენი მყავს? შვილი 2 მყავს, გენაცვალე, 2 შვილი მყავს ქალბატონო. ღმერთმა გაგიზარდოთ, მესამე თვალე გეყოლებოდეთ. მოკლედ, ქალბატონო, დამირეკეთ 4 შაბათს, დამიდასტურეთ ეს შეკვეთა და მოკლედ პრობლემა არ არის. მისამართს თუ გამომიგზავნეს WhatsApp-ით მეშვეობით, ეს ჩემთვის ძალიან კომფორტულია და შესაბამისად მოვალთ აღნიშნულ ადგილზე. ხო, კიდევ ერთი დამავიწყდა, რომ ეთქვა, ძაღლები მყავს და კატა სახლში და ეგენიც უნდა წავიყვანო, მარტო ვერ დავტოვებ. Oh my god. ქალბატონო, თქვენ ისეთ რაღაცებს მეუნებით, ეხლა რაც ჩემ ყველა პირობას არ ღვევს, რადგან არც კატები დამყავს, არც დეპრესიული ხალხი დამყავს ისეთი, რომ საში ნერვიული სისტემა შემირყიოს და აურა შემირყიოს და მით უმეტეს ეხლა კატები და ძაღლები რომ მოყავს, ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ნერვიული სისტემა რატო უნდა შეგიძლიოს, ბატონო, ეხლა მე ნერვიულობ, ნახეთ, ნერვიულობ, მაგრამ არ დამყავს ეს კატები, ძაღლები და ხალხი, რომელიც მანერვიულებს გზაში, ასეთი ხალხი საერთოდ არ დამყავს მე და თუნდაც მე შემიძლია მოვცეთ მომიწმინეთ ეხლა უკვე შეურაცხყოფას მაყენებთ რო შემეშინდეს და რო გტაცოთხელი რა მოხდება აი რა მოხდება რო გეცეთ უცბად არაფერი არ მოხდება გენაცვალე მაგით არაფერი არ მოხდება მაგრამ არა რატო უნდა განერვიულოთ ახლა ის ჯადოქარი არ ვარ და რაღაცა რო შეგაშინოთ და არ ვკივი ვარ და არ ვკივარ უბრალოდ გეცემით ხელს მოგიჭერთ და მსიაო მოკლედ ეს რა მოვიდნენ რა უნდა მოხდეს ამ დროს ჩვენ შორის ეს ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის და მოდით მე შემიძლია მოგცეთ თქვენ ნომერით ქალბატონო რომელიც მოგემსახურება ძალიან კარგად აი ტაქსი მაქსიმი ასეთი 60 შეგიძლიათ დარეკოთ და შესაბამისად მოვა მძღოლი რომელიც თქვენ შეგიძლიათ ძალიან კარგად ასე რომ ვთქვათ მოგემსახუროთ და თქვენ რო იყოთ იმ ტაქსი მაქსიმის მანქანის არა გენაცვალე არა შემოგივლე მასე არ გამოვა ეხა ვინ მოვა მძღოლია თქვენნაირი თუ იქნება ჩემნაირი რას ქვია ქალბატონო ჩემნაირი რანაირი ვარ მე გენაცვალე ახლა ვერ გავიგერა თავაზიანი ხარ თავაზიანი და დილობიანია ყველა მძღოლი მაქსიმის კომპანიაში და ასე რომ მაგის პრობლემა არ გიქნებათ მოდი დაგემშვიდობებით ეხლა არ მომაყენებენ რომ არა გენაცვალე როგორ გეკადრებათ რას ლაპარაკობთ რა შეურაცხყოფას მოგაყენებენ მოდი დაგემშვიდობებით ეხლა ქალბატონო თუ გადაწყვიტავთ და თუ ჩამოყალიბდებით რა გნებავთ 4 შაბათს დამირეკეთ დღის საათებში დამირეკეთ 4 შაბათს და მე გეტყვით მე წამოვალ თუ გამოუშვებ სხვა მძღოლს კოკი ბიძი არ მოდის სხვა უნდა წაგვიყვანოს და რაღაცა არის ტიროჩი ახლა ბავში თუ იმის გულისწინ ტირისო მე არ მოვდივარ წამოვალ ქალბატონო რა გავაკეთო რა და ხო მე მაგას ეხლა ნერვიულობს ეს ახლა მე არ მახსოვს საერთოდ არ მახსოვს პატარები იქნებოდნენ ეთქვა როდის აგიყვანენ რა ვიცი არ მახსოვს მართლა არ მახსოვს სათვალე რო ამოგვიტანეთ როგორ არ ქალბატონო სათვალე ამოგიტანეთ მაგრამ ახლა არ შემიხედია არც დედაზე არც შვილებზე და არც ქმარზე მით უმეტეს და რა გავაკეთო და რა ვქნა ახლა მაშინ მარტო არ ვიყავით ალბათ არა არც მარტოც რო იყო მაინც არ შეხედავ შენ გენაცვალე მაინც არ შეხედავ გამორიცხულია მაგრამ ეხა ისეთი ზუდი თვალი და მოკლედ ერთი სიტყვით 4 შაბათს დამირეკეთ ძალიან გთხოვთ ეხა თან სტუმრები მყავს და ვერც გესაუბრებით ისე აქტიურად და თან ხომარ გეწყინათ ხომარ გაბრაზდით გენაცვალე არაფერი არ გაბრაზდი უბრალოდ გაოცებული ვარ ამ ყველაფრით კარგით ღამეს 4 შაბათს დილით დაგირეკავ არა დილას დამირეკავ ეხა უთენია შენ გენაცვალე დამირეკე 3 საათის ახლა დილას ატო მირეკავ კაცო რატო 5-ზე ვიღვიძებ 6-ზე რო დაგირეკო ქალბატონო თქვენ რო იღვიძებთ 5-ზე მე ვიღვიძებ
ვიყურებ 10 საათზე და რატო დამირეკავ დილას დამირეკეთ 3 საათის შემდეგ ხო შეიძლება გენაცვალე რა მოგივიდათ რა გავაკეთო რა კარგი ოღონდ თქვენ არ გაბრაზდეთ და უარი არ მიხართ და 3 საათზე დაგირეკავთ ხო ეს ძაღლებს და კატებს უდავტო ძალიან კმაყოფილი დავრჩები არა გენაცვალე დიდი მადლობა კარგად იყავით დამირეკეთ კარგად ზანდებოდეთ ბოდიშით რომ შეგაწუხეთ ცოტა გავნერვიულდი და იმით რომ მაპატიეთ კარგით კარგი